Ერთმა დაგლოცოთ გაგაძლიეროთ დღეს იცით რომ იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელის ხსენება წმინდა გაბრიელი იყო ღირსეული გამგზელებელი მღვდელმთავრებისა რომელთაგან ერთ-ერთის ხსენებაც ასევე დღეს არის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი იცით როგორ გახდა იგი მონოზონი რამ დიდი უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ მთელ ცხოვრებაზე როცა მისი ახლობლები ყვებოდნენ რომ მთელი ცხოვრება მის სახეზე იყო აღბეჭდილი საშნელი ტკივილი რომელიც მან განიცადა ოჯახის დაკარგვით 25 წლის მეუღლე და 25 ბავშვი ძალიან მოკლე ხანში გარდაეცვალა და ეს ახალგაზრდა მღვდელი სულ ახალგაზრდა მღვდელი სიცოცხლით სავსე ძალიან ინტელექტუალი თითქმის სასწორკუთელების ზღვარზე იყო და მაშინ დიდი როლი შეასრულა მე არ მახსოვს მის სახელი ეგზარხოსი რომელიღაცა ეგზარხოსი იყო ერთ-ერთი ანუ მართველი მაშინდელი ეპისკოპოსი მაშინდელი საქართველოს ეკლესიის და მან ძალიან დიდი როლი შეასრულა რომ იგი სულიერად წამომდგარიყო ფეხზე და იგი ესეც სიტყვებს ეუბნება რომ თუ ვერ ხვდები რომ ღმერთმა გამოგირჩია და დადგა ჟამი რომ მთელი შენი ცხოვრებით, მთელი შენი არსებით შენ ხალხს, ღმერთს და შენ ხალხს ემსახურო და საბოლოო ჯამში გახდა ის ვინც გახდა ჭეშმარიტი მოციქული მაშინდელი საქართველოსი რომელიც ერთის მხრივ დაფასებულიც იყო და მეორეს მხრივ როგორც ჩვენ გვჩვევია ხოლმე ქართველებს ვერც ბოლომდე ვიგებდით. მე მახსენდება ერთი ეპიზოდი მის ცხოვრებიდან, როდესაც თუ არ ვცდები საკვირაო სკოლა უნდა გაეკეთებინათ და საკვირაო სკოლა რომ გაეკეთებინათ საჭირო იყო თანხები, როგორც მოგეხსენებათ ეკლესიაში არსებობს შემოწირულობებიდან და მან არ ვიცი როგორი ფორმით მე აღარ მახსოვს, მაგრამ შემოწირულობა დაიწყეს სამსაკვირაო სკოლის გესმით მაშინ საქართველო იყო იმპერიის ნაწილი და ყოველი პატარა მცირედიც კი ქართული ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ინტელიგენცია, ქართველი ინტელიგენცია რატომღაც შინაგანად აუჯანყდა წმინდა მღვდელმთავარს და გამოირჩიეს თავისი წარმომადგენელი ჩვენ და სამარცხვინოთი აკაკი წერეთელი რომელიც მივიდა რომ ემხილებინა წმინდა მამა რატო აგროვებთ ფულს შესაწირავის სახით და ახლობით იგივე რაც ხდება ხოლმე აქ დღეს ანუ ქართველები არ ვიცულებით უკეთესობისგან რა თქმა უნდა აკაკი სინანულით გამოვიდა როდესაც იგი ესაუბრა წმინდა მამას მაგრამ დამოკიდებულება ნახეთ როგორია გახსოვთ ერთხელ მე ქადაგებაში წაკითხეთ მის წერილებში არის ალბათ წაკითხული გაქვთ როგორ დანანებით ამბობს რომ ერთი უბრალო უღარიბესი რუსი სალდატი რო შემოვიდესო ისი არ გავა ეკლესიიდან აბაზიანი სანთელი არ დაანთოსო ხოლო თქვენო ქართველებო თქვენი ეკლესიისათვის არაფერს წირავთ ესეც მისი სიტყვებია გაბრიელის ანუ ესეთი გულარხიანი დამოკიდებულება ყველაფერი სიწმინდისადმი ეკლესიისადმი და მე უხსნის მინდა მამა გაბრიელი რომ თუ რას ნიშნავს ეკლესიისათვის შემოწირულობა, რა პასუხისმგებლობაა ეს და თუ როგორი აუცილებელია ეს მთლიანობაში ჰარმონიული არსებობისათვის. თუმცა რა თქმა უნდა, რო გარდაიცვალა, მე ჩვენ ვიცით მის დამოკიდებულება როგორი იყო სასწაულის საჩვენა ღმერთმა იგი დაახლოებით 40 დღე თუ მეტი იქ რაღაც ჩაიკეტა გზები თოვლი იყო და არ დაკრძალეს რომ ჩამოსულიყვნენ სტუბრები აღმოსავლეთ საქართველოდან და ხრის განმავლობაში იგი არ გაღწნილა ესეც ნიშანი იყო ღვთისაგან მისი სიწმინდის ჩვენთვის სამაგალითო უნდა იყოს ეს მღვდელმთავარი სხვათა შორის კიდევ ერთი ნიუანსია მე გითხარით რომ რა დიდი როლი შეასრულა მის ცხოვრებაში ეგზარხოსმა დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ იმასთან დაკავშირებით თუ რა სისასტიკით ექცეოდა ცარისტული რუსეთი ქართულ ხალხს და ქართულ ეკლესიას. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ცუდი რამე ხდებოდა, მაგრამ არ ხდებოდა მხოლოდ ცუდი, ძალიან ბევრი კარგი რამე ხდებოდა და სწორედ აი ამ პერიოდის
საქართველოში ძალიან ბევრი ღირსეული სასულიერო პირი იყვნენ, რომლებიც ძალიან ბევრი წმინდანად არის შერაცხული, იგივე დღესასწაულებული გაბრიელ ქიქოძე, იგივე ალექსი შუშანია. და ასე შემდეგ, მე იმის თქმა მინდა, რომ საქმე არც ისე შავად იყო, როგორც შემდგომში ხატავდნენ და ამას ის პრობლემა აქვს კიდე, რომ ჩვენ ვერ მოვიშალეთ წარსულში ყურება და ან წარსული დიდებით ტკბობა, ან წარსული ჩვენი დაჩაგრულობით რაღაც სხვისი გამტყუნება და მტრების სხვა განძიება და გვავიწყდება, რომ თუ კარგია რამე ღვთისგან არის და თუ ცუდია კიდე ჩვენი ბრალია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წესით ქრისტიანულად ესია, რომ მტერი გარეთ ვეძებოთ და საკუთარ თავში არ მოვიძიოთ. დღესაც ესეა. დღესაც თუ რამე გვჭირს, იცოდეთ, რომ ჩვენით გვჭირს. როგორც ეკლესიაში, ისე ეკლესიის გარეთ. ჩვენ არ ვიქცევით კარგად და გაცილებით უარესად ვიქცევით, ვიდრე მის დროს ვიქცეოდით. ამიტომაც არის ეს დაუსრულებელი განსასწრებელი. ამიტომაც არის ეს დაუსრულებელი პრობლემები, როგორც ეკლესიაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. დროა რომ დავანებოთ თავი მტრების ძიებას გარეთ და საკუთარ თავში ვეძებოთ. თუ თითოეული ადამიანი არ მიხვდება თავის პირად დანაშაულს ღვთისა და ერის წინაშე. თუ თითოეული ადამიანი არ გამოიჩენს მორჩილებას ეკლესიის სწავლების წინაშე, ჩვენ ქვეყანას არაფერი ეშველება. ადამიანი ცოტა რომ თანამდებობაზე დაждდება და ფულს იშოვის და თან თუ ზნეობრივია, იმ წამს ყველა ჭკუის სწავლებას იწყებს და განსაკუთრებულად მერე სიამოვნებთ, როცა ეკლესიას ჭკუას არიგებენ ხოლმე. ეს არ წაგვადგება და ღმერთმა ქნას რომ ჰაგი აკაკი წერეთელი მივიდა, ხო აკაკია, ხო ვინ არის ეს, ვინ არის აკაკი და ვის არ უყვარს და ვის ლექსებში ღვთისმეტყველებასაც ეძებენ. წავიდა და ეპისკოპოს ჭკუას თავი ის კაცო. ვის არიგებდა, ხო ხვდებით? ჭკუას არიგებს. და წარმომადგენელი იყო ქართული ინტელიგენციის. ხო წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იყო მაშინდელი ქართული ინტელიგენცია. ალბათ ყვილად ხო არ იტყოდა ილია, რომ კაცი ვერ ნახე, რომ ესე იგი სიტყვა უთხრა და დარდი გაუზიარო. ყვილა იტყოდა, არ იტყოდა. ესე იგი ეს არის ჩვენი მდგომარეობა და ამიტომ დღეს მაინც გამოვხიზდეთ. რაც შეეხება წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს, მისი ცხოვრება ჩერეთი რო ღვთისმეტყველის სამ ადამიანს უწოდებს ღვთისმეტყველი ეკლესიაში და იგი მეორეა იოანე ღვთისმეტყველის მერე და მისი ცხოვრება იმით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი თლათ ისე არა ისე მტკივნეულად როგორც წმინდა იოანე ოქროპირი, მაგრამ იგიც ისევე გაძევებული იქნა, უბრალოდ იგიც გაძევებული იქნა კონსტანტინოპოლის მთავარ ეპისკოპოსის საყდრიდან. როცა უჭირდათ დაუძახეს თხოვეს და როცა მან ყველაფერი დაულაგა, იგულისხმება ძირითადად ერესებთან ბრძოლა, არიოზელებთან, როცა ყველაფერი დაულაგა და როცა ესე იგი გამართულად ფუნქციონირებდა, ასე შეიძლება ითქვას და სულიერად ამაღლებული იყო კონსტანტინოპოლის საყდარი, აი მერე უკვე როცა ყველაფერი კარგად იყო, მერე უკვე მას უმტრეს, იმიტომ რომ თავისთავად ცხადია მისი ასეთი ღრმა საოცარი ღრმა სულიერება, რის გამოც ეკლესია მას ღვთისმეტყველი უწოდა, ვეღარ დაიტიეს და ესე გააძევეს და თქვენ რომ ალბათ როგორ თქვენთან გასაკითხული გაქვთ, თუ რას წერს ის მაშინდელ სასულიერო პირებზე და მათ შორის ეპისკოპოსებზე. მაშინდელ ეს არის მე-4 საუკუნე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ხარისხი ღვთლისა, გინაღმდელთავრისა არაფერს იძლევა, პირიქით უდიდეს პასუხისმგებლობის წინაშე გაყენებს და თუ ერისკაც ჭირდება სულიერება, რომ ცხონდეს, მღვდელს ჭირდება გაცილებით დიდი სულიერება, რომ ცხონდეს, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა მეტია, ხოლო მღვდელთავარს განუზომლად დიდი სულიერება ჭირდება. განუზომლად დიდი სიფხიზლე და მღვიძარება ჭირდება, რომ ამ უმაღლესი პატივისა და თანამდებობის გამო, რომელიც მას ეკლესიაში მიენიცა მოციქულთა საყდარზე ზის, მას ეს განუზომლად დიდი ბედნიერება, რომ საფრთხეთ და მახეთ არ ექცეს. რასაც ვხედავთ ჩვენ ისტორიაში. ღმერთი შეგვეწიოს, ღმერთი შეეწიოს ჩვენს მღვდელმთავრებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ლოცვით. ჩვენ მღვდლებს თითოეულ ერის ადამიანს და მოგცეს მათი მსგავსი გუმხურვალება, სიყვარული უფლისა, ერთგულება ეკლესიის. შეგვეწიოს უფალი. ამინ.